გახსოვდეთ, რომ ჩვენი ძალა სარწმუნოებაშია და საქართველოს სიყვარულშია. წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდაო უკდაო, შეგვიწყალე ჩვენ. ყოვლად წმინდაო სამებაო, ერთვარსებაო, ღმერთო ჩვენო, სასოებით გევედრებით, გადააფარე შენი კალთა ჩვენ სამშობლოს, ყოველ ჩვენთაგანს, ეს სულოვნებით გაგვაერთიანე და იქცევ საქართველო, ხილული და უხილავი წრებისაგან. ამინ. გევედრები შენ უფალო, მადლითა და წყალობითა შენითა, გადაარჩინე, დაიფარე და გამთლიანე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხედრი ჩვენი სამშობლო. დილამშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, მადლობა რომ გიყურებთ, გვისმენთ. ცხადია, ჩვენ დღევანდელი გადაცემა ისე როგორც წინა და სხვა გადაცემები მიეძღვნება უწმინდეს და უნეტარეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორის, ჩვენს ეპოქალურ პატრიარქს და სწორედ უწმინდესის შესახებ ვისაუბრებთ მოძღვართან ერთად, თუმცა უდრე გაგაცნობთ გადაცემის ანონს, მოვისმინოთ წმინდა კალენდარი, საეკლესიო კალენდარი და შემდგომ კი გეტყვით სტუმრების ვინაობას. 27 მარტს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს ღირს ბენედიქტე ნურსიელს, წმინდა ევსქიმონ აღმსარებელს, ლამსაკიელ ეპისკოპოსს, წმინდა თეოგნოსტეს, კიეվել მიტროპოლიტს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. წმინდანთა მფარველობა არ მოკლებოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს, რაც შეეხება ჩვენს გადაცემას, როგორც კახამ აღნიშნა გადაცემის პირველ ნაწილში. რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ მოძღვართან ერთად და ჩვენი საუბარი შეეხება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს უწმინდესა და უნეტარეს ილია მეორის ეპოქალურ პიროვნებას, ეპოქალურ პატრიარქს, მისი ღვაწლისა და ცხოვრების შესახებ ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, მოძღვართან ერთად. მოძღვარი კი იქნება დიდი ღვთის მიმდებარე წმინდა 100.000 ქართველი მოწამის ტაძრის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ლუკას ოპატაშვილი, ასევე გადაცემის მშობლობისას შემოგვიერთება მსოფლიოში აღიარებული ქართველი მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე და მასთან ერთადაც ვისაუბრებთ უწმინდესზე. ნინოს არაერთხელ ქონია ბედნიერება რომ სტუმრობდა პატრიარქს, შეესრულებინა მასთან სიმღერა, პატრიარქს როგორ უყვარდა მუსიკა, განსაკუთრებით კლასიკური მუსიკა, ეს ყოველთაოდ ცნობილია და ნინო გაიხსენებს ამ შეხვედრებს. ჩვენი გადამღებით ჯგუფი სტუმრობდა კინორეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილს, რომელმაც უწმინდესისა და უნეტარეს ილია მეორესთან დაკავშირებით ბევრი საინტერესო რამ გაიხსენა. ინტერვიუს, რომელიც ნინო გელაშვილმა ჩაწერა, გადაცემის მსვლელობისას ვნახავთ. მოგეხსენებათ საქართველოს ეკლესიის მწყემსთავრის პატივის მისაგებად ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი უწყვეტად 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. უწყვეტი იყო მოქალაქეთა ნაკადიც, რომლებიც ჩვენ სულიერ მამასთან მადლიერების გამოსახატად და დასამშვიდობებლად მიდიოდნენ. ეს იყო დიდი გლოვისა და დიდი ერთობის დღეები. უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის პანაშვიდზე მოსახვედრად საათობით იდგა რიგში ყველა სოციალური ფენის და აღსარებლობის და სხვადასხვა თაობის ადამიანი. ნახოთ ვიდეო კოლაჟი სწორედ ამ დღეების და შემდგომ დაუბრუნდებით მოძღვართან ერთად.
მარადის და უკუნითი უკუნისამდე სრულიად საქართველო, ჩვენი ერი და ეკლესია და ამ ქვეყნიური ცხოვრებიდან აცილებს ჩვენს აყვარელ სულიერ მამას და წინამძღოლს უწმინდესსა და უნეტარეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტს ილიას ეს იყო მცირე კოლაჟი იმ დღეების ამსახველი კადრებისა, რაც ხდებოდა მისი უწმინდესობის პანაშვიდის და გასვენების დღეს. უამრავი ადამიანი, ახლობით 2 მილიონამდე ადამიანი გამოეთხოვა მის სულიერ მამას, განურჩევლად ასაკისა, სოციალური ფენის, აღსარებლობისა. სადია დღეს ჩვენი გადაცემა სწორედ პატრიარქს ეძღვნება, წარმოგიდგენთ გადაცემის პირველ სტუმარს, დიდი ღუმში მდებარე წმინდა 100.000 მოწამის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ლუკას ოპატაშვილი. დილომშვიდობისა მამա ლუკა. მადლობა სტუმრობისათვის. ვიხსენებთ პატრიარქს და ყველას აქვს განცდა, რომ ძალიან რთულია ერთგვარად ილაპარაკო გადმოსცემის დამოკიდებულება, გრძნობა, შეფასება, რაც გაგვაჩნია ყველა ჩვენგანს. არ აქვს მნიშვნელობა, სასულიერო პირია, საერო პირია, პირადად იცნობდა, არ იცნობდა. პატრიარქმა ისეთი რამ შეძლო და მოახერხა, არ ვიცი როგორ, რომ ყველა ადამიანში რაღაც თავის კვალი დატოვა. თავისი პატრიარქი ყავდა ყველას. თქვენ პირველად როდის შეხვდით, როდის გაიგეთ მასზე, როდის ნახეთ და რა შეცვალა თქვენ ცხოვრებაში მისმა არსებობამ? მე ასაკში მოვინათლე 23 წლის ვიყავი და შეცვალა ყველაფერი ფაქტიურად მიმართულება ცხოვრების. ეპოქა იყო ისეთი, უღმერთო ეპოქა, არაფერი არ ვიცოდით. არაფერი არ ვიცოდით, ქრისტეს შესახებ არაფერი არ ვიცოდით. ისეთ უბანში დავიბადე, გავიზარდე, ეკლესიაც არ იყო და
არც ეკლესიური წესჩვეულებები, საერთოდ არაფერი არ იცოდა. ხატი არ მქონდა ნანახი და აი ნუ ასეთი მდგომარეობა. აი მე რო უყურებ აი იმ დღიდან, იმ დროიდან დღევანდელ დღემდე ძალიან ძიმე იყო ჩემი ცხოვრება, იმიტომ რომ საჭიროებდა რომ თვისებები შეცვალო, ნებისყოფა გაიძლიერო და ძალიან ძნელია ამ დროს. და თან ისეთ პერიოდებს დაემთხვა ჩვენი ცხოვრება, რომ ესე იგი სისტემები იცვლებოდა, მდგომარეობები იცვლებოდა, კომუნისტური პერიოდი გარდაქმნამ შეცვალა, გარდაქმნა თავისუფლების დროს ომები და ნუ ასე. და ამის გაძლება ძალიან რთული იყო თითოეული ჩვენთაგანისთვის. მე მაგალითად ჩემი თავი მახსოვს, აი თითოეული ტკივნეული დარტყმის დროს, რომელიც ჩვენს ერზე მოდიოდა და რა თქმა უნდა ჩემზეც, ჩემ ფსიქიკაზეც, ჩემი თვალები ყოველთვის პატრიარქს ეძებდნენ. მე ყოველთვის მაინტერესებდა პატრიარქის აზრი, პატრიარქის დამოკიდებულება, რა სიტყვის პატრიარქი და ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, რომ მიუხედავად დიდი პრობლემებისა, პატრიარქი პანიკაში არასდროს არ ყოფილა. და მე მაგალითად აი როგორ თქვა პანიკაში არა, მაგრამ აი სასოწარკვეთაში კი ვიყავი რაღაცა პერიოდების დროს და პატრიარქი სულ იმაც გვისახავდა და იმედი კი ქრისტიანისთვის ნუ ეს ისეთივეა, როგორც მეომრისთვის გამარჯვების იმედი. და მე როგორ თქვა, ახლა უკვე გავიზარდე, ასე ვთქვა 58 წლის ვარ და მე უკვე გამარჯვების იმედი კი არ მაქვს, მე ვიცი რომ გავიმარჯვებ. მე ვიცი რომ ჩვენ გავიმარჯვებთ, იმიტომ რომ ვართ ქრისტიანები, ქრისტეს მხარეს მდგომი ადამიანები. და ეხლა წარმოიდგინეთ, მე ჩემ თავს რო ვიხსენებ, მე არ ვიცოდი ქრისტე ვინ იყო, მე არ ვიცოდი ქრისტიანობა რას ნიშნავდა. ნუ არა, გამეგო ეხლა ქართლის ცხოვრება წაკითხული მქონდა და გამეგო, მაგრამ აი რეალურად არ ვიცოდი და აი პატრიარქმა ეს რეალური მდგომარეობა მოიტანა. მე შემიძლია აი ბიბლია იმიტომ არის უნიკალური წიგნი, რომ იქ შენი ცხოვრების ისტორიასაც დაინახავ, არა თუ ისრაელის ერის. ისრაელი ღმერთისკენ მიმავალ ადამიანს ნიშნავს სიმბოლურად, რომ ვთქვათ და მე სურვილი მძაფრად მაქვს და მინდა რომ ღმერთისკენ ვიარო. და აი როდესაც თუ ღმერთისკენ გადაწყვეტ სვლას, ნიშნავს რომ მონობიდან უნდა გამოხვიდე. მონობიდან, ცოდვების მონობიდან, ეშმაკის მონობიდან, ყველაფრის მონობიდან. და რო გამოდიხარ, სამოთხეში კი არ აღმოჩნდები, აღმოჩნდები უდაბნოში, სადაც ძალიან დიდი პრობლემებია, ძალიან დიდი. წყალი შეიძლება არ გქონდეს, საკვები შეიძლება არ გქონდეს, საძინებელი შეიძლება არ გქონდეს. ეს ახლა სიმბოლური ენა, თუმცა ჩვენ არაფერი დავკლებია, ახლა 90-იან წლებში ძალიან ძიმე პერიოდი იყო. აი ჩემი მონობიდან გამოსვლა და სულიერი უდაბნო სწორედ დაემთხვა აი საქართველოში მიმდინარე რთულ პერიოდებს. და აი ამ პერიოდში პატრიარქი მე მასულდგმულებდა მაგალითად. ერში ამიტომ აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ავტორიტეტს, რომელიც შენ გიჩვენებს საით უნდა წახვიდე. აი როგორც ბიბლიაში ისრაელს მოსე უძღოდა და მოსე ასწავლიდა ღმერთისაკენ სავალ გზებს, ჩემთვის ასე იყო პატრიარქი. ნამდვილად ასე იყო და მე პირადად ჩემ ცხოვრებას დაემთხვა ძალიან ბევრი ცვლილებები. ჩვენ ამის მომსწრე ვართ, ჩვენ ეს ისტორია ვიცით, აი ეს ადამიანები, ვისაც ჩვენ უყურებთ, აი ამდენი ადამიანი სწორედ აი აქ გამოდიოდა, აი ამ ცეცხლში და წყალში და გამოდიოდა. რკინასა გამლოსულმა ჩემმა რაიები არ გადავიტანეთ. და აი ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია რომ ყავდეს შუქურა, რომელიც მის სამართს და მიმართულებას მოგცემს და მოსემ გამოიყვანა თავისი ერი. და იოანე კიბის აღწერილი ამბობს, შენ როდესაც დააპირებ მონობისაგან გამოსვლას, უნდა გიძღოდეს ვიღაცა ახალი მოსე. შენ ცხოვრებაში მოსეს როლს ვინც შეასრულებს. ჩემ ცხოვრებაში პატრიარქმა შეასრულა ეს როლი. და ერთი ნათქვამია ესეთი, რომ მშობლის ფასო მაშინ გებულობო, როდესაც გარდაიცვლებაო, იმიტომ რომ მანამდე მის ზურგს ხარ ამოფარებულიო და ის ქარტეხილები ძირითადად მასზე გადადის და შენ შეფარებული ხარ.
აი მე მაგალითად დედა ბავშვობაში გარდამეცვალა, მამა 10 წელია გარდამეცვალა. ძალიან არ მინდოდა რომ მამა გარდამცვლოდა, მაგრამ მოხდა ესეთი რაღაც. და ეხლა აი პატრიარქის გარდაცვალებას ვერ ვიჯერებდი, იმიტომ რომ მე მშობლები გარდაცვლილი რომ მყავს, ძალიან მჭირდება ფარველობა თითქოს შინაგანად. აი მჭირდება ესეთი ადამიანი, რომელსაც მე ჩემს წინ მდგომარეს აღვიქვამდი და ასე აღვიქვამდი მე პატრიარქს. და ის რო გარდაიცვალა, ჯერ ვერ ვიჯერებდი, მაგრამ ეხლა მოხდა ისეთი რაღაცა, რომ აი ის სიბრძნე გამახსენდა, რომ მშობლის ზურგს ახარ ამოფარებული, სანამ მშობელი ცოცხალია და რო გარდაიცვალა, პირდაპირ ესე იგი ქარტეხილი შენზე მოდის, აი ეს ვიგრძენი და აი ეს მდგომარეობა ვიგრძენი, თითქოს რაღაცა საპანიკო მდგომარეობა, რომ მე თითქოს აღმოჩნდი მინდორში, სადაც შველა არ არის. მაგრამ მე ხო ვიცი, რომ პატრიარქი გასწავლიდა ღმერთთან ურთიერთობას და მე ახლა ესე იგი გამზარდა პატრიარქმა, გავიზარდე მის ზურგს უკან და ახლა ღმერთთან ურთიერთობა უნდა ვისწავლო პირადად. და აი ეს ესე იგი დიდი ეპოქა დამთავრდა. უდაბნო გამოვედით და აი მოსეს როგორც მოხდა მონობიდან გამოიყვანა ერი, უდაბნოდან გამოიყვანა ერი, მიადგნენ აღთქმულ ქვეყანას და აღთქმულ ქვეყანაში მოსეს არ შეუყვანია. მოსე გარდაიცვალა 120 წლის. ჩვენი პატრიარქიც როგორი მხცოვანია, ბოლომდე ემსახურა თავის ერს. მე მემსახურა ბოლომდე. ის ჩემთვის ფსიქოლოგიურად, სულიერად, ფიზიკურად ძალიან ბევრს ნიშნავდა. იმიტომ რომ ის ზურგს ვიყავი ამოფარებული მე და მშვიდად ვიყავი, წყნარად ვიყავ. და აი როდესაც უკვე მოსე მიიყვანა აღთქმულ ქვეყანამდე, პატრიარქმაც რაღაცა ზღურამდე მიგვიყვანა. აი ეხლა ესე იგი ჩვენ ქართველი კარგად გებულობს ამ ნათქვამს, თუ მე ადრე ასე ვთქვათ, ტყემალზე ვიჯექი და საერთოდ არ მესმოდა რა იყო ქრისტიანობა, ეხლა მე უკვე მიყვანილი ვარ აღთქმულ ქვეყანასთან. ეხლა მე ნამდვილად ქრისტიანი უნდა გავხდე. ეხლა მე, ესე იგი, რაღაცა რიტუალების აღსრულებელი კი არ უნდა ვიყო. მე ქრისტესთან ერთად მცხოვრები უნდა გავხდე. ანუ მე უნდა ღმერთშემოსილი გავხდე. აი ეს ეპოქა მოვიდა ჩემი აზრით. ეხლა პატრიარქმა კი აქამდე ყველაზე რთული ეპოქა გამოგვატარა. მიგვიყვანა აი რაღაცა ზღვრამდე, ეხლა უნდა გავბედოთ და გავხდეთ აი აღთქმულ ქვეყანის ნამდვილი ქრისტიანები, ანუ აღთქმული ქვეყანა უნდა დავიმკვიდროთ. მამალუკა, დღეს როცა ახალგაზრდები, რომლებიც რაღაცა უარება მოდიოდნენ, ტიროდნენ საოცარი გულწრფელობით, პანაშვიდების დაკრძალვას ხოთაშორის შეიმჩნეოდა ახალგაზრდების მოზარდების ურიცხვი რაოდენობა. მათთვის თითქოს ჩვეულებრივი მოცემულობა, როცა დაიბადნენ, იზრდებიან და ხედავენ ათობით, ასობით სასულიერო პირის ტაძრებს. როცა მისი უწმინდესობა ასახდა, თვითონ იხსენებს, რომ მას ქართველი მორჩილიც კი არ იყავდა და მამები იხსენებენ, დღეს უკვე მამები, რომ თვითონ გვასწავლიდა როგორ შევიმოსვით და თითოეულ აი 1, 2, 5 ადამიანით შეაკოტიცა და ეს შეკოტიწებული დღეს ასობით სასულიერო პირი ემსახურება მას. პანაშვიდებს ვხდ 24 საათის განმავლობაში ყველა მისი ნაკურთხე, ყველა მისი გაზრდილია. ესეც საოცარი სანახავი იყო, ხო? თქვენ შემთხვევაში ვიცი, რომ გიწილად განაპირობა, რომ თქვენ სასულიერო პირი ბრძანდებით. კი, რა თქმა უნდა, კი. მე საერთოდ მე სტიქაროსანი ვიყავი და საერთოდ სხვა მიმართულება მქონდა არჩეული, იმიტომ რომ მამულის მსახურება მინდოდა. და ნუ რაღაცა როგორც სტიქაროსან მაიკი ვგრძნობდი, ძალიან მინდოდა რაღაცა აი საქმე და ერში ვყოფილიყავი და დაგეგმილიც მქონდა რა უნდა მეკეთებია და მაგრამ აი რაღაცა მეეჭვებოდა და ის სწორედ პატრიარქთან ვთხოვე არქიდიაკონ დემეტრეს რო ჩემი შეხვედრა მოეწყო და მომიწყო შეხვედრა სიონში ვიყავი და პირველად რო წავდექი პატრიარქის წინაშე ასე ერთ-ერთზე და ჩოქილი ვიყავი მის წინაშე და აი უყვებით ჩემს გეგმებს ცხოვრებისეულად და პატრიარქი და მე მგონია რომ პატრიარქი არ მისმენს თითქოს აი როგორც იცით ესე იგი რაღაც აი ფსიქოლოგიაში მე მგონია აი ჰორიზონტს რო უყურებ ანუ სადღაც მიღმა იყურები და მას უყვარდა ღვთისმშობლის ხატს უყურებდა ხოლმე და მე ვესაუბრები მაგრამ ის ღვთისმშობლის ხატს უყურებს და შორს იყურება რაღაცა და მეთქი ალბათ დავღალე ჩემი ამ იმით და მე მგონია რომ აღარ მისმენს ან უკვე იცის რა უნდა ვთქვა და
და როდესაც დავასრულე ეს საუბარი, მე მითხრა, რომ ესე იგი სასულიერო აკადემიაშიო სწავლაო არ გიფიქრიაო? და მე ვიფიქრე, ერთს ვეუბნები, მეორეს პასუხობს. ცოტა მოულოდნელი იყო, იმიტომ რომ ლოგიკურ პასუხს ველოდებოდი და პასუხი მივიღე არალოგიკური და არ მიმიფიქრია მეთქი და არც ურჩევია მეთქი არავის და არც მიფიქრია მეთქი და იფიქრეო და გამოცდებამდე რჩება ისა 2 კვირა თუ 3 კვირა და ფიქრობ ახლა გამოცდები როგორ უნდა ჩავაბარო, თუმცა მე დავითნე ვიყავი და ღვთისმეტყველება ძალიან მიყვარდა და მე დავითნე ძალიან ახლოსაა საოცარ ტექსტებთან და ამ გამოცდებს ჩავაბარო, მაგრამ ბერძნული ენა არ ვიცოდი და მიდიო აკადემიაშიო რექტორსო გაესაუბრეო ჩემი სახელითო და მოკლედ ღმერთი შეგეწევა. და ნუ რა თქმა უნდა, მე მივედი მეორე დღესვე მივედი და მაშინ პრორექტორი მეუფე ივანე არა, მამა გიორგი იყო ზედაც. დიაკვანი იყო მაშინ. და ნუ ის შემხვდა პირველი და მას გავესაუბრე ესეთნაირად და ნუ მე რექტორთან შეხვედრა აღარ იყო საჭირო და მომცა რაღაცა მიმართულებები და საოცარი მოხდა, რომ 2 კვირაში ვისწავლე კითხვა და ძირითადი ტექსტები ბერძნულად და ძველ ბერძნულად და დანარჩენი კი მოხდა ისე რომ და აი პატრიარქმა საოცარი სიტუაცია შექმნა. მე არ ვიცოდი, მართლა ვამბობ, არ ვიცოდი ვინ არის, რას ნიშნავს ქრისტე. ვინ არის ქრისტე და აი იმ პერიოდიდან სასულიერო აკადემია გაიხსნა ჩვენ ზერში და მოგვეცა საშუალება, რომ მეც და მრავალმაც ვისწავლეთ იქ და აი რაღაცა აი ზუსტ ქრისტიანმა უნდა იცოდე რა არის ქრისტიანობა და აი მადლობა ღმერთს რომ ამის შესაძლებლობა მოგვეცა და რამდენადაც ჩემმა ბუნებამ შესძლო დაეტია ეს სწავლა იმდენად მივიღე, თუმცა სწავლა სიკვდილამდე ვაო როგორც იტყვია. ერთია რომ ქრისტიანობა გვასწავლა და მეორე არის ის რომ თავად იყო მაგალითი იმის თუ როგორი უნდა იყოს ქრისტიანი და როდესაც ვამბობთ რომ ადამიანი არის მსგავსად ხატად შეიქმნა უფლისა ხომ შესაბამისად ჩემთვის მაგალითად უწმინდესი არის პირველი მაგალითი ვინც მახსენდება რომ ნამდვილად სამაგალითო არის ჩვენთვის თქვენთვის როგორც მოძღვრისთვის მამალუკა რა არის ყველაზე ნიშანდობლივი ყურადსაღები, რაც თქვენ როგორც სასულიერო პირს, თქვენს შვილებთან, სულიერ შვილებთან ურთიერთობაში ასე მეტად გჭირდებათ და სამაგალითოდ გაქვთ უწმინდესის განაღებული. პირველ რიგში მაგას პირველ ნაწილში რაც თქვით იმას გამოვეხმაურებ, ასე ვთქვათ, ვიზუალურად ისე გამოიყურებოდა აუცილებლად თვალს მოგტაცებდა. აი ვინც არ უნდა ყოფილიყავი მორწმუნე თუ საუბარი. ხმა საერთოდ მე მეგონა რომ ეს საუკუნეებიდან მესმოდა. ნუ აი ხმა ქონდა ისეთი, თან დარბაისლური ტიპი, ფსიქოტიპი იყო დარბაისლური, არავის არ ჩქარობდა, მისი აი მოქმედებები, მისი საუბრები ისეთი იყო, რომ მომენტალურად ამ ქვეყნიური ქაოსიდან გამოგიყვანდა და რაღაცა სხვა რეალობაში გადაგიყვანდა და ამას ძალიან გრძნობდი ფსიქოლოგიურად და ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევდი და იმდენად რომ მე რო ახლად მოვინათლე 91 წელში ესე იგი მე ვიყავი ნაძალადებში ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში იქ მე დავითნეს სტიქაროსანი მაგრამ აი სხვა შაბათი კვირა იქ უნდა ყოფილიყავ მაგრამ აი პატრიარქი სადაც იქნებოდა ვთქვათ სადმე დღესასწაულია სადმე რეგიონში ვთქვათ ტაძარს ხსნის აი ყოველთვის მივდიოდი და ყოველთვის ვესწრებოდი იმიტომ რომ მის ყოველ სიტყვას მე ყურს უგდებდი და ძალიან ბევრი, აი უამრავი რაც დრო გავა, უფრო მეტი გაგვახსენდება ალბათ. მაგრამ ეხლა რაც გამახსენდა, მეც თვითონ ხო მოძღვარი გავხდი მისი კურთხევით, ასე მან მაკურთხა მე და ეს ჩემთვის ძალიან დიდი მადლია და მე მახსოვს ის დღე აღსავლის კარებში რო შემიყვანეს სტიქაროსნებმა მიმაცილეს და რო შევედი, ნუ მე მეგონა რომ ცეცხლში გავედი. აი მართლა, ოღონდ ისე სიმბოლურად არა, აი მართლა და მე იმ დღეს მე სახში რომ მივედი რო იტყვენ არ ვედი და მეძინა და რო გავიღვიძე მე სხვა სამყაროში გავიღვიძე აი უკვე სული წმინდა გადმოსულა რაღაცა საოცრება ეს კურთხევა და მისი ბევრი სიტყვა მახსოვს და აი ერთ-ერთი სიტყვა ესეთი იყო როგორც მოძღვარს ყოველთვის მახსოვს
იონე ოქროპირის სიტყვას იხსენებს არასდროს არ ჩადგეთ ღმერთსა და ადამიანს შორისო და მე ზუსტად ამას ვაკეთებ რომ მე ვცდილობ მაქსიმალურად რომ ადამიანს მიუთითო ღმერთისაკენ სავალი გზა და არა მოუთითო ჩემსკენ სავალი გზა და ეს ძალიან დიდი საცტურია მოძღვრისთვის იმიტომ რომ აი, როდესაც ადამიანი მოდის და ღმერთს ეძებს, დიდია საცტური, რომ შენსკენ მიუთითო, რომ კაცო ღმერთი არ ჩანს, აგერ მე ვჩავარ და აბა გახდი, ახლა ჩემი თაყვანისმცემელი და ხდებიან ხოლმე თაყვანისმცემელი. აი, ეს ამას ძალიან ხაზს უსვამდა და ძალიან ესეთი იონე ოქროპირის აქვს ძალიან ძლიერი სიტყვა ამასთან დაკავშირებით და პატრიარქმა ის გაგვიმეორა, რომ ღმერთსა და ადამიანს შორის არ უნდა ჩადგეთო. თუ ჩადგებითო, ეს გავს იმასო, რომ ნეფე დედოფლის ცხოვრებაშიო მეჯვარეო ჩადგესო პატარძალსა და სიძეს შორისო. ანუ თავისკენ წაიყვანოსო ესო ძალიან დიდი საცტური არისო და ფრთხილად იყავითო ღვთისმსახურებიო და ჩვენ მართლა უნდა შევძლოთ რომ ვიყოთ ნამდვილად ღვთისმსახური. მაგრამ ამასთანავე ემასაც ამბობდა რომ პავლე მოციქულის ესე იგი ღვთისმსახური არ არის მარტო სასულიერო პირი. თუ ადამიანი სიკეთესა და ბოროტებას შორის სიკეთეს აირჩევს, ის ღვთისმსახურია და მე რო უყურებდი აი ამდენ დიდ ადამიანს, რომელიც ზღვასავით იყო მოსული, ახლობელმა მითხრა ბოთლი დამივარდაო წყლის და ვერ ავიღეო. ისე წავედი, ვერ ავიღე, ვერ დაიხრებოდა აგიღო. და ასეთ რიგში იდგა 8 საათი და მე და აი წარმოვიდგინეთ ამდენი ხალხი რო არის, ესე იგი კონსტანტინე გამსახურდია სიტყვები მახსენდება, რომ ჩვენ არც ისე ცოტა ვართო, როგორცო მივტირითო. მაგრამ ჩვენ ბევრი ვართ, არა ვართ ცოტანი. უბრალოდ ეხლა ჩემი აზრით მოვიდა ეპოქა, როდესაც აი პატიოსნება, სიწმინდე, პროფესიონალიზმი უნდა გადმოვიდეს პირველ ადგილზე და ჩვენ თითოეულმა აი ამ კურთხეულმა ადამიანმა უნდა შეძლოს პირად ცხოვრებაში გამარჯვება და ღმერთთან მეგობრობა და ნამდვილი ქრისტიანობა. სხვა შორის პატრიარქის ერთ-ერთი უნიკალური სიტყვაა და მე იმას ანდერძად აღვიქვამ, რომ ესე იგი ღმერთი გვაძლევსო კურთხევასო ქართველებსო და ამას ამბობს 92-93 წლებში, როცა ინგრევა ქვეყანა და მე არ ვჯერა რომ ყველაფერი კარგად იქნება ლოგიკურად, თორე მე პატრიარქს ვიყავ მინდობილი და ღმერთს. მაგრამ ლოგიკურად სხვა რაღაცას ვხედავ და აი ესეთ რამეს ამბობს რომ ღმერთი გვაძლევსო ქართველებსო კურთხევასო ვაჩვენოთო მსოფლიოსო როგორი უნდა იყოს ადამიანიო და აი მე რო უყურებდი ჩემს ერს მე ვხედავდი რომ ნამდვილად შეუძლია პატრიარქის ამ კურთხევის შესრულება და ნამდვილად იოანე ზოსიმეს წინასწარმეტყველება ქებაი და დიდებაი ქართული ენისაი ანუ საქართველოს რო გაფწყინება მოუწევს მე ეს კი არ მჯერა მე ამას უკვე ვხედავ ამის პოტენცია გვაქვს მე მჯეროდა ამ ჩვენი პოტენციის მაგრამ რაც დავინახე ეს უბრალოდ ისეთი ბეჭედია რომელმაც აი რაღაცა უდაბნოდან გამოსულა ჩემთვის დაასრულა და მიგვიყვანა აღთქმულ ქვეყანას და აი ახლა ჩემი აზრით მოვიდა პერიოდი საქართველოს გაფწყინებისას თითოეული ჩვენთაგანის გაფრთხინებისა. დიდი მადლობა მამა ლუკა საუბრისთვის, გახსენებისთვის, შეფასებისთვის, შევახსენოთ ჩვენს მსმენელს, ვხსენებდით პატრიარქს და ჩვენი სტუმარი გახლდათ დიდიღუმში მდებარე წმინდა 100.000 ქართველი მოწამის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ლუკა სუპატაშვილი. 9 საათი შესრულდა, ერთად აღვავლინოთ უფლისადებელი ლოცვა და დაგიბრუნდებით შემდგომ გადაცემის სტუმრებთან ერთად. დიდება მაღალთაში ნომერცა ამოჩვენო რომელი ხარ ცათაშინა წმინდა იყავნ სახელი შენი მოვედინ სუფევა შენი იყავნ ნება შენი ვითარცა ცათაშინა ეგრეცა ქვეყანასა ზედა
პური ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვით არცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოება ჩემი. უფროს განბანე მე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოება ჩემი მე უწყი და ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესერა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემა. რამე თუ ესერა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისა განსპეტაკნე, მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებნე ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეცმე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა, უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აგთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმა არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი, მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი, მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა. რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო.
გრძელდება ჩვენი გადაცემა. შემოგვერთა სტუმარი, სოფლიოში აღიარებული ქართველი მეთესოპრონი ნინო სორგულაძე. ნინო, დილამშვიდობისა, მადლობა რომ შეგვისმენთ რომ საუბრობთ პატრიარქზე. შენ გქონდა ბედნიერება არაერთხელ ყოფილიყავ იმის სტუმარი, გემღერა მისთვის და ყველა მიცის და შენც არაჩვეულებრივად როგორ უყვარდა ეს კლასიკური მუსიკა, თქვენი ხელოვნება რას ემსახურები, შენი ფონიდან გამომდინარე ტრადიცია იყო რომ აუცილებლად სტუმრები მიყავდა და კონცერტამდე იღებდი ლოცვა-კურთხევას და სანამ საუბრობთ განვაგდო ძალიან საინტერესო ერთ-ერთი ჩანაწერი გვაქვს თორსტები ბოლო თქვენი შეხვედრის არ ვიცი ზუსტად ყოველ შემთხვევაში და ნახოთ მოვისმენოთ და შემდგომ განვაგდოთ საუბარი. ძალიან დიდი მადლობა რომ მივიღეთ. თქვენთან შეხვედრა ჩემთვის ზეიმიაო, ესე იყო მართლა, აი ძალიან უყვარდა მუსიკის მოსმენა, სახელოვნებო სფეროს წარმოქმნა, ზოგადად ვერ რჩებოდა მარტო უყვარდა ხალხთან ურთიერთობა, განსაკუთრებით თუ ეს ეხებოდა მუსიკას და რაღაცა ბოლო პერიოდშიც კი შემჩნეულ მქონდა თუ და ისე იყო სულთად იყო რაღაცა კარგი ხალხს რო გაიხდა ესე აწევდა ხოლმე თავს გახედავდა ვინ არის. ნინო, აი მოდი გაიხსენე შენი შეხვედრები, პირველად როდის შეხვდი და ძალიან რთულია მესმის ძიმია ყოველთვის შენცაც ესეა წრემლი გაქთვალზე და როგორ გაიხსენე პატრიარქს. ხო, ხაი ამ ვიდეოს არ ველოდებოდი, ანუ ვიცოდი რომ ინტერვიუ გქონდა, შეხვედრა გქონდა, მაგრამ ამას არ ველოდი და რაღაცნაირად გაცოცხლდა ისე ყველაფერი, მაგრამ ყველასთვის რა თქმა უნდა ძიმე დღეებია. განსაკუთრებით ალბათ მათთვის, ვისთვისაც დიდი ნუგეში იყო პატრიარქი და მათ შორის მეც არ ვარ გამონაკლისი და საოცრად დიდ სიყვარულს გრძნობდი მის მიმართ და როგორც ხდება ხოლმე, როცა ადამიანი აღარ არის ჩვენ შორის, ამ დანაკლის განსაკუთრებით კინოულად განვეცდით და გრძნობთ ამ სიცარიელეს. ძალიან დიდი ადგილი ქონდა მას ჩემ ცხოვრებაში. ბევრად იმაზე მეტი ვიდრე მეგონა. ახლა მიჭირს ამაზე საუბარი, მაგრამ ესეა ნამდვილად, იმიტომ რომ მე ესე არ ვიცი, არავინ არ დამდგომია გვერდში, გულწრფელად. ანუ იყო ესეთი დაახლოებით 12 კონცერტი გქონდა ჩვენ, ხო და ყველა ამ კონცერტზე ჩართული იყო. მიუხედავად ისე როგორ გრძნობდა თავს, რა ხდებოდა, როგორ ხდებოდა ის სიხარულით გვერდდებოდა. საოცარი სითბოთ იღებდა და დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა ყოველთვის თავისი ამ სიღრმე, თავისი სიდიდით, თავისი უბრალოებით. როგორ უსმენდა ყველას. შემდგომ ერთ-ორ სიტყვას ეტყოდა როგორ აფასებდა ის მათ ღვაწლს, მათ ხელოვნებას. შემდეგ ესეთი ტრადიცია იყო, რომ ასმენინებდა ავე მარიას, რომელიც თავის ნაწილს, რომელსაც წყინვალეთ ასრულებს, ჩემთვის ყველაზე ერთ-ერთი საყვარელი მეგობარი და კოლეგა იანვალე ბეგაშვილი, რომელიც მას ძალიან უყვარდა. და შემდგომ მათ სიმბოლურ საჩუქრებს შუქნიდა ძირითადად ხანდახან ჯვარს, ხანდახან თავის ეპისტოლეს, მოკლედ ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღებით იყო შერჩეული საჩუქრები და მე მქონდა ესეთი შეხვედრებიც. ბედნიერება მქონდა ამისა პირადიც და გვისაუბრია, რჩევებიც მოუწია. ერთხელ ძალიან კარგად მახსოვს, რომ დიდი ხნის წინ მქონდა ესეთი შეხვედრა და იმ დღეს მე მქონდა კონცერტი დიმიტრი ცინცაძის ფონდის სახელობის საქველმოქმედო და სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს ვეხმარებოდით და ეს ბავშვები სტუდიაში ისხდნენ ჩვენთან ერთად, მე ვეროდი და ესე
მონაცვლეობით ღეროდით მოკლედ და რომ მოვედი პატრიარქმა მითხრა რომ სად იყავიო მოყევი შენემ მეთქი აი დღეს ესე იყო მეთქი და თუმცა განახებთ მეთქი და აუ კიო და მომიწვია ამ დროს ტრაპეზზე ვახშამზე და გადავახვიეთ ხო და გამეღიმა ამაზე რომ ესე გადაახვია და უყურებს და რომ დადგა ეს მომენტი რომ ღერი ამ სიმღერას იქ ხშირად აჩვენებდნენ ბავშვების სახელებს კადრებს და მათ შორის ერთ-ერთი იყო ვისაც ვეხმარებოდი ძირითადად ძალიან ბავშვი ყველა ლამაზია მაგრამ რაღაცნაირად განსაკუთრებული ბავშვი იყო ესეთი დიდი ცისფერი თვალები ჰქონდა და ძალიან ღია ფერის თმები და უყურებს ესე და ხედავ როგორ გისმენს ხო ბავშვები სულ სხვანაირად გრძნობენ ყველაფერს და შენ ხმას ხედავ როგორ უსმენენ ასე რომ ბავშვებს კიდე სულ სხვანაირ ყურადღებას აქცევდა და ზოგადად ძალიან უყვარდა ბავშვები და ბავშვებს როგორ უყვარდა ეს ისედაც ეს კადრები არ ნინო აი ყველა აღნიშნავს ჩვენ გვაქვს ნანახი ხო მოსერატ კაბალე შერონსტონი ალენდელა დიდი რომ გამოდიან რაღაცა ტირიან გაოცებულები არა სტუმრები რომელიც ჩამოყავდა შენ რა ხდებოდა მათი რეაქციები რა იყო მდო რომ პატრიარქს ჰქონდა საოცარი თვისება გასაგები რომ შენ წარუდგენდი ვისთან მოდიოდნენ მისი ბრალოება აი ნუსხავდა ყველას და ის მადლი რომელსაც ის და ჩუმად და ასხიობდა მათი შტაბ-ჭრილება როგორი იყო ხოლმე მათი შტაბ-ჭრილება იყო საკმაოდ ანუ როგორ გითხრა სულ სხვა რამეს ელოდებოდნენ და სულ სხვა რამეს ხა ხო ნუ იტალიელები მიჩვეულები არიან პაპებთან და ასე შემდეგ კარდინალებთან ურთიერთობას ასე თუ ისე მაგრამ აქ სულ სხვა დიდებულება დაინახეს ამ უბრალოებაში და თან კიდევ როცა იგებდნენ რომ მუსიკასთან ესეთი დამოკიდებული თან კიდე წერს ეს იყო საოცარი შოკი და მე ხო გრძნობდნენ მის სითბოს მე ძალიან კარგად მახსოვს სოფია ლორენს როგორ აჯუქა გადასცა გაუგზავნა ეს ჯვარი თამარის და იმავე დღეს როდესაც მოვიდა ჩვენ სპექტაკლზე ფონდი სოფია ეგრევე გაიკეთა და არ უყვარს საერთოდ ეს აი ამის აფიშირება და უშო თავისი სარწმუნა მაგრამ ეგრევე გაიკეთა პატივისცემით და ეს ძალიან დავაფასე სხვათა შორის და ყველა ვინც გამოდიოდა რაღაცნაირად მდუმარეთ იყო რო გითხრა რომ ეგრევე იწყებდნენ საუბარს არა ყველა ჩაფიქრებული იყო ყველა შტაბ-ჭრილების ქვეშ იყო და დღეს აი ეხლა ის ყველა ბევრი უმრავლესობა ადამიანები ვინც მასთან სტუმრად იყო წერენ ვიღებ მათ სამძიმრებს და ძალიან გულწრფელია სამძიმარი და ყველა იხსენებს ძალიან დიდი სითბოთი და სიყვარული და ერთ-ერთი ყველაზე მახსოვს კიდევ აი ეს დანიელა დესი რომელიც ამ შეხვედრის და ამ კონცერტის მერე მალევე გარდაიცვალა სხვათა შორის უეცრად მოხდა ესე 6 თვეში დაახლოებით და მან შეასრულა მაგრამ მოისმინა იქ პატრიარქის ave Maria გაგიჟდა მახსოვს და მე შეიძლებაო რომ ძირითადად ყოველთვის ასრულებს იანო და ნამდვილად არ ვიცი ეს ვერ შეასრულებს მაგრამ მან გამოთქვა ესეთი სურვილი და პატრიარქს გაუხარდა და კი ბატონო შეასრულეთ და მართლაც თავის კონცერტზე იტალიაში შეასრულა და ძალიან ბედნიერი იყო და დიდი მადლობები უხადა პატრიარქს გადასაცალკემე და ასევე იყო შემთხვევა სუმინჯოვა ეს მსოფლიო დიდი ვარსკვლავი იყო ასევე ჩამოსული და მანაც რომ მოისმინა გაგიჟდა და თუ მერგება პატივი რომ შევასრულო და ძალიან კარგად შეასრულა მანაც ფონდის კონცერტზე ასე რომ ну პირველ შეხვედრას სულ ყვები ხოლმე მაგრამ მერიდება ხოლმე იმიტომ რომ იმდენად თბილი შეხვედრა იყო მე ვიყავ დაახლოებით 19 წლის ყვები ცოტა უფრო მორიდებულად მაგრამ რეალურად სხვანაირად მოდი ახლა როგორც იყო ისე მოყავ იმიტომ რომ ყველა ჩემი დაწყებული ყველა იძახა როცა პატრიარქი ცოცხალი იყო მერიდებოდა ლაპარაკი ახლა მე მგონი ყველაფერი ნუ მოყოს როგორც იყო ხო ანუ როდესაც მივედი შეხვედრაზე სულ პირველად ჩვენი კურსი და მემღერა მე როგორც ჩვენ ყველას და ჩემთვის ეს იყო ძალიან დიდი ღელვა, იმიტომ რომ ხა პატრიარქი იყო და თან როგორი პატრიარქი რა ყველას ძალიან გუყვარდა და ის ვიცოდით რომ ხელოვნება ძალიან უყვარდა და მიუხედავად ამისა, როდესაც მღერი რაღაცები იცვლება ხოლმე ჩემთვის და არ ვიცი იმ მომენტში რამ ხელა ძალა და სითამამე მქონდა რომ მოკლედ ძალიან მოვინდომე. და თან წინ მქონდა ძალიან მნიშვნელოვანი კონკურსი ეს ბარსელონას საერთაშორისო ვინიესის კონკურსსაც მე ლაურეატი გავხდი და ვიფიქრე რომ უკვე ეს გარკვეული საფუძველი იქნებოდა ჩემთვის რომ ამაზე მნიშვნელოვანი ვინ უნდა ყოფილიყო ჩემს მოსასმენად და მახსოვს ეს ძალიან კარგად რომ წამოიჭრა ფეხზე და აი ხელში ესე ამწია და დამატრიალა აი ეს იყო მთელი ჩემი კურსი ჩვენ ხო იყოლა და ყველანი გავშტერდით და ისეთი ბედნიერი სახე ქონდა და ამ გოგონასო
არა, ეს გოგონა მსოფლიო ვარსკვლავი იქნებაო და ანუ ეს ამის შემდეგ დაიბადა რაღაცა კიდე სულ სხვა ის სიყვარული, რაღაცა წარმოუდგენელი რა და მე ვგრძნობდი მის ძალიან დიდ სიყვარულს და ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი პატივი, რა თქმა უნდა, მაგრამ თან რაღაცნაირ სითბოს აი ვერც ავწერ, რომელიც გულს მიჩუყებს და მიკლავს, მაგრამ მგონია რომ ვგრძნობ უბრალოდ იმ მომენტიდან, როდესაც აღარ არის უკვე ჩვენ შორის პატრიარქი, ხო? რაღაც ძალიან დიდ მადლს, რაღაცნაირ დიდ მფარველობას და ასე მგონია რომ თვითონ იმ ადამიანს, ვინც დღეს ფიქრობს ამაზე და დარწმუნებული ვარ, ესეც არის და დიდხანს იქნება, ისინიც ამას გრძნობენ, ხო და აი ხა სულ ხო მივდივარ წინ კიდევ ღერი, ძალიან ბევრი გეგმებია და ასე შემდეგ, მაგრამ მგონია რომ როგორც ჩემს წმინდა ნინოს თხოვ და იმ წმინდანებს რომელიც ძალიან მიყვარს, ხო, პატრიარქსაც ახლა ძალიან ჩემსაც ვიძახი პირადს, მაგრამ მგონია რომ ასე ცოცხლად რო ვთხოვო მას და ჩვენ ყველამ ალბათ იგრძნობა აუცილებლად ამ შეწევას. აუცილებლად იგრძნობა. ხოლმე ყოველთვის ეს განცდა რომ აი ხა სიონშიც ისე უწყვეტია რიგები და ყველა მოდის არაუბრალოდ საფლავზე. მოდის ცოცხლად კურთხევის მისაღებად, დასალუცად და უკვე იგრძნობა ეს დიდი შეწევნა მე. და მე რაზე ვფიქრობდი ხა ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ჩვენ ყველანი ალბათ სახლში ოჯახში მეგობრებთან შეხვედრებზე და ეგრევე ეს თემა მოდის ძალაუნებურად და აი რაღაც ესე დავინახე ჩემს წარმოდგენაში რომ კი ის იყო თავისთვის ჯუმად როცა გამოვიდოდა ძალიან თბილად ძალიან თავმდაბლად გვეტყოდა თავის სათქმელს და ამას ყველაფერს ჩვენ ვისმენდით მაგრამ აი ეს ყველაფერი მოდიოდა ისე თითქოს ესე უნდა ყოფილიყო მაგრამ მე როდესაც ეს ყველაფერი დასრულდა მიწიერად მომდა ესე ვთქვათ თითქოს ძალიან რადიკალურად შეიცვალა ჩვენი ცხოვრება და რაღაც საოცარი რაღაც დაგვაქვს და რაც ვიგრძენით, რაც ვიმეორებ რომ გვემართება ალბათ ძალიან ახლობლის დაკარგვის დროს და აი ესე დავინახე პატრიარქი, რომ აი რაღაცა დიდი, აი ევერესტია ხო ყველაზე დიდი მთარა. აი მე ესე ვხედავ პატრიარქს და მე ყველანი ჩვენ. აი აბსოლუტურად ყველა და ეს აღვიქვი ოღონდ არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ შეიძლება ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ეს გზნობ მე პირადად. სოფლიოში, აი ხო. იმიტომ რომ მე უყურებდი ამ დღეების განმავლობაში, როგორც საეროპერებს, მათ შორის საერთოდ არა მართლმადიდებლებს. როგორ მოდიოდნენ და მე მქონდა საშუალება მენახა, როცა ჩამოვიდნენ პირველ იერარქები, სხვადასხვა ეკლესიის მეთაურები და აი როგორ მოხრილი იდგნენ მასთან პანაშვიდის გადახდაზე, როგორ მიმართავდნენ, უკვე როგორ წმინდას და იყვნენ კურთხევას რაღაცა და ეს სული გძნობოდა სხვადასხვა და ყველა აღნიშნავდა, რომ თუ ნახე ჩვენ ასევე წერილები ქვეყნდება, რა წერილები ცნობენ და როგორც აი რაღაცა განსაკუთრებული და ყველა აღნიშნავს, რომ ეს დააყდა არა მხოლოდ საქართველოს, დააყდა მსოფლიო ქრისტიანობას. ის იყო მსოფლიო ადამიანი, პირდაპირ კაი გაგებით, მსოფლიო ადამიანი, აი ჩემთვის იყო შეფასება, კი, აი ადამიანო, როგორ უნდა იყო ადამიანი, იყო მაგალითი პატრიარქი. იმტევებელი, თავმდაბალი, ყველა ისთვისება ქონდა, რომლითაც სულ მაგალითს გვაჩვენებდა თავის ცხოვრების მანძილზე, ხო და ეხლა პატარა მაგალითს გეტყვით, რომ ხა ტაქსში გვიწევს ყველას ჩაჭრა და მე ვგიჟდები ეს რომ ყვებიან ამ ისტორიებს და მეც მოგიყვებით, რომ ახალგაზრდა ბიჭმა მოკეთ დაბძანდითო, მოკეთო მიხარიო თქვენ რო ხარ ჩემთანო მანქანაშიო და უცებ მეყობა ესეთ რამს იცითო, აი პატრიარქი როცა რაც აღარ არისო, მეც ვგრძნობ ფოცვლილებს და ახალგაზრდა ბიჭი იქნებოდა 29 წლის და ახლა მე ვუსმენ, აბა რა სიტყვის მეთქი და აიო, ამასთან იყო ესეთ სიტუაცია, რომ მე ძალიან მაწყენინესო, ოღონდ ახლა არ მოგიყვებითო დეტალებში, მაგრამო სხვა დროს თუ მე ძალიან უხეშად მოვიქცეოდი, კი როგორც ყველა მამაკაციო მომენტშიო, უპასუხებდიო, ხმა არა მოვიღეო. მე მოვიქეცი ისე როგორც პატრიარქი მოიქცეოდა. და ეს არ არის ერთეულები. მე მითხრა რამდენიმე ადამიანმა, რომ დავიწყე მარხვა. შეურიგდი ვისთანაც სულად ვიყავი. პირადად ჩემთან მოხდა სამებაში რამდენიმე ადამიანი შეურიგდი. რამდენიმე ჩემ თვალწინ თქვა, აი ეს მოხთავის გარდაცვალებით გაერთიანა ხალხი და დააფიქრა თავარზე, რასაც ემსახურებოდა ჩვენი ცხოვრება. მნიშვნელოვანი რა არის, იცი ერთია რომ ჩვენ ზრდასრულები ამ ყველაფერს როგორ აღვქვათ, მაგრამ მეორეა ახალგაზრდა თაობა, პატარები, მათთვის ჩვენი მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ასეთ პატარა ასაკში უკვე ისინი იაზრებენ იმას თუ ვინ არის უწმინდესი, რა ღვაწლი აქვს მას და რა პასუხისმგებლობაა თანამავდროულად ჩვენი მომავალი თაობისთვის, რომ იყოს
ასეთი პატრიარქის ეპოქაში დაბადებული და ამ ყველაფრის გამგრძელებელი და შემნახველი და დარაჯი და მცველი თავისთავად. ასე რომ ჩვენ ძალიან ბედნიერი ხალხი ვართ და პლუს ამას კიდე ერთი ძალიან საინტერესო იყო ემოცია, განსაკუთრებული ჩემთვის ახლა სუმღერი ვარ და ძალიან საპასუხისმგებლო თემები ყოფილა, მაგრამ ეს რაღაც ისეთი სულიერი დატვირთვა ქონდა ამას. როდესაც მომიწია სამებაში მქონდა პატივი და ვიმღერე. ეს საგალობელი მისი. რომელიც საოცრად არ ვიცი როგორი რაღაც სხვანაირი დაწერილია, განსაკუთრებული, იმიტომ რომ ღერი თუ usmen ძალიან ღრმად შემოდის სულში, გულში და კიდე სულ სხვა რაღაცებს აღვიძებს. და იმ დღეს იმდენად რთული იყო, მაგრამ ამავე დროს აი ხო უცნაური, მაგრამ მიხარობდა, სიხარული მოდიოდა, აი სიხარული და საშინელი სევდა, ეს ორი რაღაცა იყო, მაგრამ აი თითქოს ცოცხლად მიმართავდი, მე ესეთ შეგრძნება მქონდა და ხო, რა ვიცი, მე ვინც მითხრა ჩემო მეგობრებმა, არა, მე ვერ უყურე ბოლომდე, იმიტომ რომ ხა გიცნობოდა, ვატყობდით რომ ტექნიკურად რთული იყო მართლა, იმიტომ რომ სხეული ცოტა არ გემორჩილება, მაგრამ იმდენად სულ სხვა მადლი ქონდა, რომ ვერ ავხწერ. უწმინდესი ამბობდა, რომ რა თქმა უნდა, ამბობდა, რომ მე არ ვარ კომპოზიტორი, მე არ ვწერ მუსიკას, მე რაც ეჩემი მღერის იმას გადმოსცემ და აი შესანიშნავი მაგალითია დაუშვათ არ იცის ვინ იყო პატრიარქი, არ არის მორწმუნე, მოსმენ მუსიკა და მიხვდები რა სულის ადამიანი. უბრალოების და სიდიადის რაღაცა სინათლის სხივის, რომელიც უსმენ და შეუძლებელია რაღაც საოცარი შთაბეჭდილება არ მოხდინოს. და 2 დღით ადრე ვიყავი საპატრიო, 2-3 დღით ადრე, რაღაც პროექტი კეთდება, ხა არ მინდა წინასწარ ვისაუბრო ფონთან და პატრიარქის კურთხევით და უნდა რაღაცები მეჩვენებინა, რაღაცები და მე რაღაცნაირად მოდი თავი შევიკავოთ, გადავდოთ რაღაცა და აი მე უკვე ეს მოხდა რამოდენიმე დღეში, მაგრამ ესე უნდა ყოფილიყო ალბათ. მადლობა ნინო ძალიან დიდი მოგზაურობისთვის, პატრიარქის გახსენებისთვის, მეთასოპრანო ნინო სურგულაძე გვესაუბრებოდა. ვნახოთ კიდევ ერთი ტიხარი ამსახველი კადრები ამ ბოლო დღეებისა, რაც უკავშირდებოდა მისი უწმინდესობის პანაშვილს და დაგზავნოს და დაგიბრუნდებით უკვე საინტერესო სიუჟეტით.
გრძელდება ჩვენი გადაცემა, ჩვენი გადამღები ჯგუფი სტუმრობდა კინორეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილს, რომელმაც უწმინდესა და უნეტარეს ილია მეორესთან დაკავშირებით ბევრი საინტერესო რამ გაიხსენა. ნახოთ ინტერვიუ, რომელიც ნინ გელაშვილმა თქვენთვის მოამზადა. ჩემი უსაყვარლესი თუ შეიძლება ასე ითქვას ჯილდო არის ჯვარი მაჩუკა ოქროს ჯვარი წარწერა ილია მეორე და უფალი ფარაოდეს მთელი რიგი მიმართულებები ქართულ დოკუმენტურ კინოში შეიძლება ძალიან რთულად განვითარებული იყო, რომ არ ყოფილიყო უწმინდესის გვერდზე დგომა და დახმარება ჩვენთვის. გურამ პატარაია, შესანიშნავი ქართველი კინორეჟისორი, იყო ადამიანი, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო ქართული ძეგლების, სასულიერო ძეგლების, ტაძრების და ყველაფერის, რაც საქართველოში არ იყო, თუმცა ქართველების აშენებული იყო და ის ჩვენი მიწა იყო, დაკარგული მიწა თუ შეიძლება ასე ითქვას. აი, ყველაფერ ამაზე ფილმები გადაიღო ადამიანებზე ირანში, ასე ვთქვათ, ქართველებზე, რომლებიც შაჰ-აბაზმა გადაასახლა და 400,000 ადამიანი იყო ასეთი, რომლების ვის შესახებაც ჩვენ გავიგეთ დღეს როგორები არიან, როგორ არიან და ასე შემდეგ. გურამ პატარაია იყო ის ადამიანი და ამაში პირდაპირ უწმინდესის ხელშეწყობა იყო გვერდზე დგომა, რომელმაც გურამმა აღმოაჩინა ხელნაწერი, მე-11-მე-12 საუკუნის ხელნაწერი ირანში, გადაგდებული ხელნაწერი, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანია და ჩვენ ასე ვთქვათ, ხელნაწერთა ინსტიტუტში ინახება უკვე. აი, რამდენი რამ იყო და რომ არ მდგარიყო მის გვერდზე პატრიარქი, შესაძლებელია ბევრი რამ ვერ განხორციელებული იყო. მადლობა მას, აი, თუნდაც ამ ერთი ამბისთვის და რამდენი რამ რაზედაც ის ასე ვთქვათ, დაგლოცავდა ხოლმე და გვიბიძგებდა, რომ აი ეს გააკეთეთ. ჩვენი რამოდენიმე უაღრესად მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ მოღვაწე და მეფე მათი საფლავები დღეს რუსეთშია. ზოგიერთის დაიკარგა, ზოგიერთ და სხვადასხვანაირად და აი სწორედ პატრიარქის იდეა იყო, რომ როგორმე ისინი ჩვენ საქართველოში დაგვებრუნებინა. მიდიოდა ამისთვის ბრძოლა და მე ტელეფილმების სტუდიაში ვმუშაობდი მაშინ და მითხრა რომ აი საჭიროა გეგმა და სცენარი და დავიწყე ეს გავაკეთე მივედი მასთან და ერთ-ერთ მისვლაზე მითხრა ესეთი რაღაც შენ როგორ ფიქრობ როგორ უნდა ჩამოვიდეს მათი ის რაც არის ჩამოსასვენებელი ვიფიქრებ თქო მე უთხარი სხვადასხვა გზას იცი რაო მოდი ჩამოვაფრინოთ ესე იგი თვითფრინავ ძემიდან ციდან და ზეციდან დაეშვან მიწაზე. უიმე ღმერთო რა საინტერესო იდეა გავიქეცი გავაკეთე სცენარში ყველაფერი ეს და როცა მივედი და უკვე მანიცოდა რომ ეს ვერ გამოვა ეს საქმე მომეფერა და მითხრა რომ ჩავიჭერით მერაბო. შეხვედრები ბევრი არ იყო თავისთავად ცხადია მცირე რაოდენობით იყო აი ყველა ამ შეხვედრისას იმდენად ადამიანური იყო აი ეს ხიბლავდა იმიტომ რომ გრძნობდი მისგან ინტერესს შენ მიმართ კეთილდამოკიდებულებას ესე იგი არა უარყოფით არამედ კეთილს კაცო და იმავე წუთში შენც იხსნებოდი, შენც თავისუფალი ხდებოდი. აი ეს რაღაც საოცარი თვისება ქონდა მას. შეხვედრისას ეს იყო უმთავრესი მასთან ურთიერთობის შედეგად. სხვა შორის ალბათ ეს არის ის ერთ-ერთი ეს თვისება იყო, რამაც ეს უზარმაზარი მასის
მასთან გამომშვიდობების სურვილი გააჩინა. აი ასეთი დამშვიდობება მე სიმართლე გითხრათ არ მახსოვს საქართველოში. და ეს სულად ბუნებრივი იყო. ბუნებრივი იყო, იმიტომ რომ როგორც თვითონ ამბობდა, იცით, როგორც კი ის ასე ვთქვათ აირჩიეს პატრიარქად და მანამდეც თავისთავად ცხადია, პირველი რაც მისი გადასაწყვეტი იყო, როგორც თვითონ ამბობდა, ეს იყო ერის გამთლიანება, იცით. და ეს აბსოლუტურად მართალი იყო, იმიტომ რომ თუ ჩვენ ისტორიას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ მთელი ეს ისტორია არის უწყვეტი მცდელობა გარეშე და შიდა ძლიერი ძალების როგორმე რომ აი ეს პრინციპები რაც გამთლიანებასთან არის დაკავშირებული, დაენგრიათ ეს ყველაფერი. ამას ებრძოდა. მაგრამ აი მეორე საკითხი როგორ უნდა ებრძოლა? თავისთავად ცხადია, მისთვის და ქართველების ერთ-ერთი უმთავრესი და უძლიერესი ძალა ეს რწმენა არის. ეს ის 1700 წელია, ესე იგი 17 საუკუნე, რაც ქრისტიანობასთან არის დაკავშირებული, იმიტომ რომ ის პრინციპები, რასაც უწმინდესი და უნეტარესი ახორციელებდა, სწორედ ამაზე იყო დაფუძნებული. სიკეთე, ურთიერთგაგება, სიყვარული, არაკაცკლა, არაიცრო და ასე შემდეგ ხო არ ჩამოუtlio ხა ყველაფერს და აი ამისი ასე ვთქვათ რეალობად ქცევა უმძიმესი საქმე იკისრა ამ საოცარმა ადამიანმა. დიდი მადლობა ბატონ მერაბს, მადლობა თქვენ ყურადღებისთვის. დღეს ჩვენ ვიხსენებდით და ალბათ არაერთხელ გავიხსენოთ კიდევ ჩვენს პატრიარქს. მადლობა ყურადღებისთვის და მშვიდობიან დღეს გისურვებთ. ორშაბათ თამადა გემშვიდობებით, ნახვამდის.